მოგესალმებით. დღევანდელი ბრიფინგის ძირითადი მიზანია შეჯამების სახით ფართო საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ როგორ ხდებოდა ზაფხულის განმავლობაში უცხოური ძალის მიერ წინასაარჩევნო პროცესებში ჩარევა და რამდენად არის შენარჩუნებული წინასაარჩევნო პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან პოლიტიკური ნეიტრალიტეტი. საანგარიშო პერიოდში უცხო ძალის მიერ წინასაარჩევნო პროცესებში უხეში ჩარევის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა. ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის NDI-ის მიერ დაფინანსდა და დაორგანიზდა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და მათი წარმომადგენლების შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. პირველი ასეთი შეხვედრა 17 ივნისს ქუთაისში ადგილობრივ მოსახლეობასთან გაიმართა, სადაც სალომე სამადაშვილს, ხატია დეკანოიძეს, ანა წითლიძეს, თეონა აკუბარდიასა და თამარ კორძაიას მიეცათ წინასაარჩევნო აგიტაციის განხორციელების შესაძლებლობა. მსგავსი შეხვედრები მომდევნო დღეებში შედგა ზუგდიდში, ბათუმში, ოზურგეთსა და გორში. შეხვედრის ორგანიზებაში NDI-სთან ერთად ჩართული იყო არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი. 13 ივლისს წნორში გაიმართა ნაციონალური მოძრაობის ლელოს, გირჩი მეტი თავისუფლებისა და სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერების შეხვედრა მოსახლეობასთან, რომლის თაობაზეც თავად ლელოს ოფიციალური Facebook გვერდიც იუწყება. პარტია ლელო მადლობას უხდის NDI-ს კახეთის რეგიონის მაცხოვრებლებთან შეხვედრის შესაძლებლობისთვის. არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა მოსახლეობასთან შეხვედრისას საარჩევნო დაპირებებზე ისაუბრეს. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე საქართველოში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ინტენსიური ხელისუფლების საწინააღმდეგო აქტივობები შეინიშნება. 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის ოპოზიციურმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით წინასაარჩევნო კამპანიები დაიწყეს. რისი ნათელი მაგალითიც არის რეგიონებში განხორციელებული ეგრეთ წოდებული დემოკრატიული ფესტივალის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები. ამ კონსტრუქციულ სახელწოდებას ამოფარებული საარჩევნო კამპანიის დონორი ორგანიზაცია დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტები იყო, რომელიც დანიის სახელმწიფო ბიუჯეტით ფინანსდება და ქვეყნის საკანონმდებლო ხელისუფლებას ექვემდებარება. პირველი ეგრეთ წოდებული ფესტივალის ღონისძიება 27 ივლისს წალენჯიხაში გაიმართა, რასაც 3 აგვისტოს თელავში და 10 აგვისტოს ქუთაისში მსგავსი ღონისძიებები მოჰყვა. საზოგადოებამ ნათლად დაინახა, რომ ეგრეთ წოდებული დემოკრატიულ ფესტივალში მონაწილეობას იღებდნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, რომლებიც პირდაპირ ეწეოდნენ წინასაარჩევნო აგიტაციას, არიგებდნენ პარტიის ბროშურებს და გასცემდნენ საარჩევნო დაპირებებს. ეგრეთ წოდებულ ფესტივალზე არაერთ მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ბანერიც გამოიფინა მისი გათავისუფლების მოწოდებით. საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, რომ ეგრეთ წოდებული დემოკრატიის ფესტივალის ორგანიზატორი იყო ორგანიზაცია აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის, რომლის დამფუძნებელია ლევან ცუცკირიძე, რომელიც დღემდე იკავებს ამ ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას. ლევან ცუცკირიძემ მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრთან ერთად დააფუძნა პოლიტიკური მოძრაობა თავისუფლების მოედანი, რომელიც ივლისის თვეში ლელოს და ანა დოლიძე ხალხისათვის ალიანსში გაერთიანდა. მათ შეუერთდა ამავე ორგანიზაციის წარმომადგენლები ირინე კურტანიძე და თამარ ჯოლოხავა. ეს არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ სარგებლობენ ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტები მათივე მართული არასამთავრობო ორგანიზაციებით და უცხოური დაფინანსებით. გამოდის, რომ დანიური დაფინანსების არასამთავრობო ორგანიზაციამ დააფუძნა პოლიტიკური მოძრაობა. ცალსახაა, რომ სახეზეა როგორც ზღვარის მოშლა არასამთავრობო სექტორსა და პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, ასევე უცხო ქვეყნის პირდაპირ ჩარევა და ზეგავლენის მოხდენა წინასაარჩევნო პროცესებზე. ანალოგიური ქმედების განხორციელება ნებისმიერ სახელმწიფოში და მათ შორის დანიაშიც ბუნებრივია ცალსახად უარყოფითად იქნებოდა შეფასებული.
გაკვირვებას აღარ იწვევს, თუმცა შემდგარი რეალობაა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ერთი მხრივ საუბრობენ არჩევნების თავისუფალ, თანასწორ და კონკურენტულ გარემოში ჩატარებასა და გამჭვირვალობაზე, მეორე მხრივ კი აქტიურად ერევიან პოლიტიკური ხასიათის აქტივობებში. საანგარიშო პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად საჯაროდ ახორციელებდნენ პოლიტიკური შინაარსის, ხელისუფლების საწინააღმდეგო აგიტაცია პროპაგანდას და არ იცავდნენ ნეიტრალიტეტს. მათი მცდელობაა საზოგადოების ნაწილს წინასწარ გაუჩინონ მცდარი აღქმა ხელისუფლების მიერ არჩევნების შედეგებზე ზემოქმედების შესახებ. როგორც ჩანს, ორმაგი სტანდარტების გამოყენებას არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან სისტემატიური ხასიათი მიეცა. 21 ივლისს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ორგანიზებით ბათუმში ეკა გიგაურმა, ნინო ლომჯარიამ და გიორგი უშიკიშვილმა მოსახლეობასთან ერთობლივი შეხვედრები გამართეს. პანელს ზვიად ქორიძე უძღვებოდა. მიუხედავად ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მხრიდან გაცხადებული საარჩევნო პროცესებში ნეიტრალიტეტის სტატუსისა, ღიად დაფიქსირდა მმართველი პარტიის ქართული ოცნების საწინააღმდეგო აგიტაცია პროპაგანდა. რაც შეეხება გიორგი უშიკიშვილს, მან როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სცენიდან პოლიტიკაში გადაინაცვლა და პარტია ლელოს, ანადოლიძე ხალხისთვის და თავისუფლების მოედანს შეუერთდა. გრძელდება არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან მმართველი პარტიის წინააღმდეგ მიზან დასახული დისკრედიტაციის კამპანია. ამის ნათელი მაგალითია სამოქალაქო საზოგადოების ფონდის, იგივე სოროსის ფონდის მიერ სოციალურ ქსელში Facebook გვერდზე ხელისუფლების საწინააღმდეგო შინაარსის ვიდეო კლიპების განთავსება. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ როგორ იყენებენ არასამთავრობო ორგანიზაციები უცხოურ დაფინანსებას მმართველი პარტიის წინააღმდეგ. ამასთანავე ეს ის ორგანიზაციაა, რომელიც აფინანსებს არჩევნებზე ადგილობრივ საკუთამკვირვებლო ორგანიზაციებს. ამ ფაქტებს კიდევ ერთხელ სააშკარაოზე გამოაქვს ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური პარტიების და რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების ჰარმონიული თავსებადობა. საინტერესოა, რომ წინა საარჩევნო პერიოდზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, სამართლიან არჩევნებსა და სხვა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ ანგარიშებში არც ერთი ზემოაღნიშნული ფაქტი არ არის ნახსენები, რაც კიდევ ერთხელ გვიმყარებს განცდას, რომ მათი დამოკიდებულება არის სუბიექტური და ორიენტირებულია მხოლოდ მმართველი პარტიის წინააღმდეგ. მადლობთ ყურადღებისთვის. სადوار გიპასუხოთ კითხვებს. კივი მიქანაძის